კონტაქტო ურთიერთობა ვნახოთ ჩვენ როგორ არის, შერიგდებით თუ არა და ჯერ ვნახოთ მისი ენერგია თუ როგორ არის. საკმაოდ ამპარტავ ქედმაღალ ფონს ქმნის გარემოსთან. თითქოს სამყარო მის გარშემო ბრუნავს. ეგოცენტრიკი ადამიანია და არ იქნება მასთან ურთიერთობა მარტივი, რადგან ყოველთვის მის ნება სულილზე იქნებით დამოკიდებული. მოუნდება მოგწერთ, მოუნდება არ მოგწერთ. თუმცა ყველას აქვს თავისი სისუსტეები, თქვენ მისი სისუსტე ხართ. ეს ნებით თუ უნებლიეთ გავრცელდა მასში, როგორც ვირუსი. ამიტომ ნუ მოგატყუებთ მისი ფოტოები, სტორიები, აქტივობები, რომ თავზე იმხობს ცხოვრებას. არა, არ იმხობს. უბრალოდ ეგეთი შთაბეჭდილება უნდა, რომ დატოვოს. გაფიქრებინოთ, რომ დაავიწყდით, აღარ ახსოვხართ, აღარ უნდიხართ და ასე შემდეგ. ეს განზრახქმედებებია მისი მხრიდან. ერთგვარი თავდაცვაც მისი ტერიტორიების პირად სივრცეში. თავისუფალი ადამიანის ამპლუაში სურს ყოფნა. მარტივი ლოგიკა აქვს, ვერაფერს დავუწუნებთ. ნახოთ რა გვაქვს კიდევ, ეს ამრეზილი ცხვირი. ამრეზილი ცხვირი გვაქვს. ეს ამრეზილი ცხვირი დაიწევს დაბლა. ემოციები, რომლებიც გროვდება, იპოვის კალაპოტს და გადმოაკიდეც. კიდეც მოგწერთ და კიდეც დაბრუნდება. მისი ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. ტყუილად არ უწოდე მას ეგოცენტრიკი. ეს ისეთ ურთიერთობებს ეხება, სადაც დაშორება მართლაც ძალიან დროებითია. თუ ისეთი ადამიანებიც უყურებთ, რომლებიც შეიძლება წლები აელოდებით, თქვენზე ნაკლებად იმუშავებს. თუმცა მესიჯი მაინც იქნება რაღაც. რაც შეეხება ამ სიტუაციას, კი, შერიგდებით, კი. რაც შეეხება ამ სიტუაციას, შერიგდებით, მე ისევ დაიშლებით და ასე გაგრძელდება, სანამ ერთ-ერთი მათგანი სერიოზულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. უნდა თუ არა ასეთ წრეზე გაგრძელება. ამ ეტაპზე შუა სერიაში ხართ და არა ბოლო სერიაში. ფინალში არ ხართ გასულები ამ ურთიერთობაში. აქედან გამომდინარე, კი, შერიგდებით. პირადი კითხვები WhatsApp-ზე მწერთ 557-673-53, ოღონდ მწერთ და არ მირეკავთ. ეს არის ჩემი ძალიან ძლიერი თხოვნა.